საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლებელი ნოტიო ლოლუამ დაარსა. ნოტიომ საქსოვი და საქარგი დაზგების შესაძენად 15 მანეთი ისესხა, ირგვლივ 10-ოდე ადგილობრივი ქალი შემოიკრიბა და სამკერლობო სახელოსნო გახსნა ფოთში. ნოტიოს უნდოდა სხვა ქალებსაც ქონოდათ ხელსაქმის შესწავლის შესაძლებლობა. თვლიდა, რომ თუ მათ საკუთარი შემოსავალი გაუჩნდებოდათ, უფრო დამოუკიდებლად შეძლებდნენ ცხოვრებას. სწორედ ამ მიზნით მან სახელოსნო ჯერ კერძო 6 თვიან კურსებად გადააკეთა, შესაბამისი დიპლომის აღების შემდეგ კი 3 წლიან სკოლა-პანსიონად, რომელსაც ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებელი დაარქვა. ნოტიო ლოლუას ძმა, ცნობილი ლოტბარი პორფირე ძუკუ ლოლუა იყო. ერთ-ერთ არეულობაში მოხვედრილი ძმის დაპატიმრების შემდეგ საპატიმრო ვადის ნახევარი თავის თავზე აიღო და და-ძმამ ერთად 4 წელი გაატარეს გვერდიგვერდ საკანში, ისე რომ ძუკუმ ამის შესახებ არაფერი იცოდა. თუ გინდა გაიგო მეტი ამბავი საქართველოს შესახებ, შემოუერთდი ჩემს კურსს ყველაფერი საქართველოს შესახებ. გელოდები ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.